არსებობს ასეთი პროექტები: შეღავათიანი აგროკრედიტი და დანერგე მომავალი. და თუ მაინც არ გჯერათ, მოდით გავიცნოთ ის ალალი, შრომელი გლეხები, რომლებიც ბიზინა ივანიშვილმა იმ თავი თვეში ამჩნია. მეც გლეხიშვილი ვარ, მეც სოფლიდან წამოსული ვარ, მიწაზე მუშაობდი ძირითადად და ძალიან კარგად ვიცი შრომის მასი, როგორი დაკოჟრილი ხელები გაქვთ თქვენ, როგორი შრომელი ხალხი ხართ ამას. აი მაგალითად რიგითი გორელი გლეხი, დაკოჟრილი ხელებით, ნაწვალები, მზისგან გამოფიტული, მიწისფერი ხელებით იგი ყოველდღე ეჭიდება მადლიან, თუმცა ჯიუტ ნიადაგს, რათა ოფლითა და დაღლილობით მორწყული ხნულიდან პური გამოზარდოს. თუმცა ჩემი ფავორიტი მაინც კრემლთან დაახლოებული კოტე გოგელიას და მაკა ასათიანის ოჯახია, რომლებმაც 9.5 მილიონი ლარი წაიღეს როგორც გლეხებმა. უბრალოდ თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ ეს სურათი. მაკა ასათიანი შანელის რეზინის ბოტებით, ბალენსიაგას წინსაფრით და გუჩის თოხით ხელში დგას კახეთის მზეგულზე, ბოსტანს ჩიჩქნის, შუბლიდან ოფლს იწმენს და ამბობს. ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ ქინძი მომეყვანა. არა მარტო ქინძი მეგობრებო, იქ ოხრახუშია, პამიდორია, კიტრია. აი კიტრის უკმაყოფილო დარჩი ცოტა. აი ესე აი კიტრის ამბავი ჩაოფლავდა მეგობრებო. აი ხო ჭირდებოდა ეხა ამას ცოტა ხელისკურა, мотиваციის მიცემა. ამიტომაც მისცეს 9.5 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან. მაკა ასათიანს, როგორც გლეხს. ბოსტანში რა ხდება? ბოსტანში არის კიტრები და პამიდრები. აი გლეხი კაცი რომ მივიდეს 5,000 ლარი ითხოვს ტრაქტორის ნაწილის საყიდლად, ისეთ ცნობებს ხოვენ ლამის ბაბუამისის დნმ-ის ანალიზი მოატანია. მაგრამ თუ ხარ მაკა ასათიანი, სოფლის განვითარების სააგენტოს კარი შენთვის ფართო და აღია. მოკლედ ეს არის ნამდვილი შეღავათიანი აგროკრედიტი გლეხებისთვის. შეღავათი მათ, ვისაც ისედაც ყველაფერი აქვს და კრედიტი ჩვენ, ვინც ამ ყველაფერს ვიხდით.